როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს ამ კანონის მიღება ეჩქარება, რადგან დღეს კობახიძემ პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ კანონი, რომელიც ადამიანებს დააკისრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთავრობის ლეგიტიმაციას არ აღიარებს. იურისტმა ირაკლი კობახიძემ კარგად იცის, რომ არჩევნების შედეგების ეჭქვეშ დაყენება ეს არის დემოკრატიული გამოხატვა, დემოკრატიული პროცესი და ასევე თავისუფლების გამოხატვა, მაშინ როდესაც ვინმე არ აღიარებს მთავრობის ლეგიტიმაციას, თუმცა როგორც ჩანს ის ამბობს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არის კონსტიტუციური სისტემის დაცვა და თუ კი ამ მხრივ არსებობს გამოწვევები, ვალდებულია კანონმდებლობა, რომ ეს სისტემა დაიცვას. შედეგად კობახიძე ამბობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ აღნიშნული კანონი და მან როგორც ჩანს ეს დავალება საკანონმდებლო ორგანოს მიმართ დღეს უკვე გასცა. რაც ეხება არაღიარების თემას, ხო, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია კანონმდებლობა უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე და ამ კუთხით მე მოუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება ლეგიტიმაციის პრობლემის მოგვარებას ახლა სწორედ ამ კანონის მიღებით ცდილობს, თუმცა საინტერესოა, როგორ ეცდება იგივე ირაკლი კობახიძე არსებული შიდა დაპირისპირების მოგვარებას გუნდში, რომლის შესახებაც საჯაროდ ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემ. მან თქვა, რომ ქართულ ოცნებაში ახლა იმ წევრებს, რომლებიც 2012 წლიდან მხარს უჭერენ პარტიას, სათანადოდ არაფასებენ, ერთგულებას პარტიაში არაფასებენ, მათ შორის ისეთი გამოუცდელი კადრები გაამწესეს თანამდებობებზე, რომლებსაც ეს თანამდებობა არ ეკუთვნოდათ, გამოცდილება არ აქვს. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემ. დღეს კითხვები დავუსვით ირაკლი კობახიძეს, არის თუ არა ეს დაპირისპირება რეალური, თუ ისევ ამბოხის იმიტაცია, რა მიზანი ამოძრავებს ხუნდაძეს, როდესაც ამის შესახებ ღიად საუბრობს და ღიად უპირისპირდება ირაკლი კობახიძეს. მან თქვა, რომ შესაძლოა დიალოგი გაიმართოს მათ შორის, ამაზე ის არის თანახმა, მზად, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დიმიტრი ხუნდაძემ კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაასახელოს თუ ვინ არ დააფასეს ქართულ ოცნებაში. მე არ ვიცი, ვინ იგულისხმება თუ კონკრეტულ გვარებს დაასახელებს, რა თქმა უნდა მზად ვართ მასთან საუბრისთვის, განვიხილავთ თითოეულ შემთხვევაში. აქამდე არ გქონიათ მასთან დიალოგი? არა, ამ თემაზე არ მისაუბრია. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილთან თუ ჰქონდა მას რაიმე მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით ან დიალოგი? ჩვენ ხშირად საუბრობთ. გაბედავდა ივანიშვილის გარეშე თქვენს კრიტიკას? საუბრობდით ერთმანეთთან მთელი ამ დროის განმავლობაში. კონკრეტულად გვარებით უნდა ვიმსჯელოთ, როდესაც საუბარია ვიღაცის დამსახურების დაფასებაზე და არ დაფასებაზე. ამიტომ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ვიმსჯელოთ თითოეულ გვართან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილება. ამ კრიტიკას როგორ იღებ? ვის გულისხმობს? არ ვიცი, ვის რას გულისხმობს. ბატონ დიკოს უნდა კითხოთ. ვერ დააფასა პარტია, ამ როგორ ფიქრობთ? ის 2012 წლიდან არის ამ პარტიის ერთგული. ესე განაწყენებული რატომ არის? და ესე ღიად რატომ დაუპირისპირდა კობახიძეს? რაზე ეთქო? მან ღია ეთერში ისაუბრა. შეიძლება რომ გაკეთდეს. ეს დაპირისპირება არის ქართულ ოცნებაში? თუ არ გაქვთ კითხვებზე პასუხები? აი, ხა რაღაცა ეკონომიკურ წესულაზე საუბრობს, ნახეთ რომ ბიზნესი არის კმაყოფილი. ივანიშვილის გარეშე გაბედავდა, რომ ღიად დაპირისპირებაში შესული იყო კობახიძის გუნდთან? რა ის დაპირისპირება დაწყნარდით? ნებისმიერ საკითხზე მაქვს ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქეს და როგორც ხელისუფლების ყოფილ წევრს, ხო? პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, პარლამენტის წევრი ვიყავი და ეხლა კერძო სექტორში ვარ, უბრალოდ მაგ საკითხებზე ჩემი კომენტარი არარელევანტურია. არის თუ არა ირაკლი კობახიძის მმართველობა და ლიდერობა სადავო თავად ქართულ ოცნებაში, პარტიაში? ეს კითხვები დღეს პარტიის სხვა წევრებსაც დავუსვით, ზოგიერთი მათგანი ამაზე ღიად საუბარს ვერ ბედავს, თუმცა გაბედა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ღიად თქვა, რომ დღეს არსებობენ პარტიის წევრები, რომლებიც დაუფასებლები არიან. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.